ადამიანობას და მისცემენ ამ ადამიანებს ადამიანურ პირობებში პროტესტის გაგრძელების საშუალებას. ალბათ. მარიამ როგორ რა ხდება? მარიამ როგორ ხდება პირობებში ხელში? რა საერთოდ გავხსნა? ცოტა ის მეცია ამ ყველაფერს ანუ ეს არის კურსი და სახალხო დამცველთან არსებობაში შეუძლია საბჭოს წევრებმა გადავწყვეტეს, რომ მშობლებს შეუტანოთ ეს კურსი, რომ მათ შეეძლოთ აი ამ სიცივეში ადამიანურ პირობებში გაგრძელონ პროტესტი. და პროტესტი ჩვენ ვიცით ისუსაც არის, ისინი ითხოვენ თავიანთი შვილებისთვის წამალს. ანუ ჩემი აზრით ეს არის არადამიანური რასაც ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ არ აძლევდნენ აქამდე ფუფების მიტანის საშუალებას, ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ერთ-ერთი მათგანის კომენტარი. სახელმწიფოს უნდა ცხოვრდეს, როდესაც აი მე რაღაცა მართლმეცნიერება, რომ აი ფუფები მოგვაქვს მშობლებისთვის, რომ პროტესტი გააგრძელონ და ხედავთ თქვენი ახლა მობილიზება პოლიციელების უბრალოდ ცოტა წარმოუდგენელ ვითარებაში მოვიდა თავი ვერ წარმომიდგენია აი ამ ყველაფრის გამო ამდენი პოლიციელი მოვიდეს და ანუ არ ვიცი რა უნდა გააკეთო. თქვენი ვარაუდი როგორია, რატომ არის აქ პოლიციის ასეთი მობილიზება, რომ ფუფები კვლავ არ ანუ არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავსი რამ არ შეიძლება ხდებოდეს, რომ დედებს და მამებს, რომლებიც მართლა შვილებისთვის, შვილების სიცოცხლეში იბრძვიან, ანუ არ თმობენ შესაძლებლობას, რომ ღამე ყინვაში ფუფზე დასხმერო არ გაიყინონ. და ამის გამო, რომ ჩვენ ეს ფუფები გვინდა მათ მივაწოდოთ, აი ამდენი პოლიციელია მობილიზებული და არ ვიცი, ალბათ მათგან უარი იქნება, მაგრამ ჩვენთვისაც პასუხია. როდესაც სახელმწიფო კიდევ ერთხელ ეუბნება მშობლებს უარს იმაზე, რომ ადამიანურ პირობებში შეძლო პროტესტის გაგრძელება, იმიტომ რომ ისინი ჩემი აზრით იმყოფებიან ახლა ანუ წამების ტოლფასია, იმიტომ რომ არა ადამიანური პირობებია, როდესაც შენ ღამით ყინვაში, წვიმაში გიწევს ასე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტკივილის განცდა და ეს სახელმწიფოს ვფიქრობ, რომ ძალიან ძვირად დაუჯდება. იმიტომ რომ არ შეიძლება მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული უფლება კონსტიტუციურად, ასევე გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციის შესაბამისად, რომლის ხელმომწერების ჩვენ ვართ, ხო, ჩვენი ქვეყანა სრული უფლება აქვთ, რომ მათ შეიკრიბონ, გამოხატონ თავიანთი აზრი, გააპროტესტონ ის რაც გასაპროტესტებელია და ყველაზე მთავარი, ხო, ისინი აბსოლუტურად არავის არ უშლიან ხელს ამ პროტესტში. ანუ არც თქვათ მოქალაქეების გადაადგილებას თქვათ უშლიან ხელს, აქ არაფერი სახიფათო არ ხდება, რომ თქვათ რაღაცის გამო სახელმწიფომ უარი თქვას, რომ თუნდაც პუფებზე გააგრძელონ, ესე რომ თქვათ ღამით პროტესტის გაგრძელება. ამიტომ ნახოთ რა სიზამენ. დაახლა რას აპირებთ და სად უნდა განათავსოთ ეს ფუფები? მშობლებთან უნდა მივიტანოთ. ანუ ეს ორი ფუფი შევიტანოთ და ვამბობთ შედარებით თბილ პირობებში გააცენოთ. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ის ვარიაცია ჭკულია, რომ შვილების სიცოცხლისთვის ასეთი ბრძოლა უწევს და ღამეების შენება და მithmedes როდესაც ელემენტარულ რაღაცებზე და ადამიანებს ხელს უწყობა, რომ ეს მშობლებმა ისე ვთქვათ, ისეთ პირობებს უქმნიან მშობლებს, რომ ფარხვარი დაყარონ ან წამების შედეგად, ესეთი მოქცევის შედეგად და უარი თქვან, მაგრამ მე გუშინ ამ მშობლებს შევხვდი და ნახე როგორი ძლიერი მშობლები არიან, როგორ მედგრად იცავენ თავიანთი შვილების უფლებას და ვერავინ ვერ დაუდგება მათ წინ და ისინი არ არიან გამჩნეველები. ამიტომ სახელმწიფოს მე მიმართავდი, რომ იმიტომ აი საბოლოოდ არ გამოჩნდნენ აი ესეთ არაადამიანური სახით არ წარმოჩნდნენ როგორც ქართული მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო რანგში და მე მოუწოდებათ, რომ ამ მშობლებს არა მარტო პუფების შეტანის უფლება მისცენ, არამედ წამალი დაუფინანსო და დაიწყონ უკვე ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ აგრეთვე თქვენ მაინც მოუწევთ ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ ეს მშობლები არ არიან გამჭირვებელი.
და ბჯერა ჩვენი მთავრობი. ჩაჩეკით ახლა გადაიღეთ სურათები. რო გითხარ ხა გამოხდა ხო რაღაცა პოლიციის დიდი მობილიზება იყვნენ კონკრეტული რაიონების უფროსებიც ისე ვთქვათ და ის რომ მათი ცოდნები ფუფები უნდა შემოიტანოთ ხო აი დაანონსებული იყო ფუფების მოტანა ხო და მოხდა ძალიან დიდი მობილიზაცია პოლიციის ჩვენ არ ვიცოდით რეალურად შემოიტანეთ მე შემოიტანეთ იმიტომ რომ პირველ ჯერზე ფუფები არ შემოგატანიეს მთელმა ქვეყანამ ნახა რომ უარი ესე იგი აგუძალეს ფუფების შემოტანა და ეხლა უკვე მეტყობა ბრძანება მიიღეს რომ შეიტანონ და შესაბამისად საბედნიეროდ უკვე გვაქვს ფუფები. ეხლა ეს ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ეს საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამას ორი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჯერ ერთი აქ ამ ხმელსკამებზე შობლებს ზურგით ტკივათ, იმიტომ რომ ამდენი ხანია უკვე ხმელსკამებზე არიან შობლები და ზოგს გული შეუწუხდა, ზოგს რა ვიცი, ზოგი შეხონდა და ვერ ჩერდება ადამიანი ამ ხმელსკამზე. მეორე მნიშვნელობა ის აქვს, რომ როდესაც შენ პარკში გიგზავენ ფუფის შეტანას ესე იგი, სხვა რამესაც აგიგზავენ, ესე გავლას აგიგზავენ, რა ვიცი, სუნთქვას და ყველაფერს, იმიტომ რომ ეს იმდენად უაზროა და კარავი ჩვენ ახლა კარვის პრობლემა გვაქვს. კარავი ოფიციალურად აგვიგზავნეს, ანუ შესესემ გამოგვიგზავნა წერილობითი მითითება, რომ კარავი არ შეიტანოთო და ეხლა მაგაზე დავა გვაქვს სასამართლოში, ცალკე სასამართლოშია გასაჩივრებული, ცალკე პროკურატურაშია გასაჩივრებული. ეხლა კარავთან დაკავშირებით, რადგან ოფიციალური, ესე იგი, რადგან ოფიციალური დავა მიმდინარეობს, ეხლა კარავზე ამას ვერ გავაკეთებდით, იმიტომ რომ ჯერ გავარკვიოთ იურიდიულად ეს კარვის საკითხი, სასამართლომ ხარვეზი დამიდგინა ამ კარვის საქმეზე, ორჯერ დამიდგინა ხარვეზი. და მოდი ჯერ იურიდიულად გავარკვიოთ კარვის საკითხი და მერე გადავწყვიტოთ კარავი გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნის. ეხლა პუფი რო გვეკუთვნის, ეს უკვე გავარკვიეთ, ეხლა შემდეგი საკითხი იქნება კარავი გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნის. მე რამდენი დღე არის და რამდენი დღეა დასწილავთ ფუფის შემოტანას? ნუ ერთი კვირა არის, რაც კვირაზე მეტია, რაც პროტესტი არის და პირველივე დღეს ვცადეთ ჩვენ ამ შამის შემოტანა აქვს და შემოვიტანეთ. ხო და ახლა როგორც ხედავთ, აი ამ პარკში არანაირი პირობები არ არის, რომ ადამიანმა ღამე გაათენოს ან ღამეს მიეყუდოს ან დაისვენოს და შესაბამისად ამას ეს მართლა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რაღაც მისაყუდებელი გქონდეს რა მშობლებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მშობლები აგრძელებთ ბრძოლას და გააგრძელებთ ყველაფრისთვის, როგორც ჩვენი შეკრების უფლებაც დასაცავი გაგვიხდა და სიცოცხლის უფლებაც დასაცავი გაგვიხდა ჩვენი ბავშვების სიცოცხლის უფლებაც. როგორც ვიცავთ აგერ ჩვენი შეკრების უფლებას, ასე დასაცავი გვაქვს სხვა უფლებები, მაგრამ ჩვენ აქ სასეირნოდ კი არა ვართ მოსული და დროის გასატარებლად ჩვენ აქ ჩვენი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა გვინდა. და ეს ხელისუფლება უნდა გაიგოს, რომ როდესაც ასეთ საკითხებზე რაღაც უაზრო და აბსურდულ საკითხებზე აქ პრობლემები გვიქმნიან, მე მშობლების ფიქრობენ, რომ სადაც ფუფის შეტანა ამიგზავნეს, ხო ჩვენ წავლებზე რას გვეტყვიან, ან ჩვენ შვილებს რას ეტყვიან და ეს მშობლებზეც მოქმედებს. ეს სტრესია მშობლისთვის, როცა ელემენტარულ რაღაცაზე ამბობენ, ელემენტარულ რაღაცას კრძალავენ პარკში და მშობელი ფიქრობს, რომ მე აქ გავლაც რომ ამიგზავნო ამ პარკში, მაშინ ხვალ რა უნდა გავაკეთო, ჩემი შვილის სიცოცხლე როგორ დავისვენ. ამას ფიქრობს მშობელი რა. ელოდებით რომ ახლა პოლიციას რაიმე რეაგირება იქნება? არანაირი ჩვენ ვიცოდით, რომ დაანონსებული იყო ეს ამბავი და ვნახეთ ახლა პოლიციის მობილიზება ქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ალბათ განაჩერებდნენ ამ ფუფებს. ამდენი პოლიციელის მოყვანა რაში დაჭირდა 2 ცალი ფუფის შემოსაყვანად 50 პოლიციელი მოვიდა აქ. ჩვენ პოლიციელებს ყველანაირად ვცდილობთ, რომ არ გავაგიზიანოთ, არ შევეწინააღმდეგოთ, არ
ესე იგი რამე ზედმეტი არ მოგვივიდეს რა პოლიციერებთან. იმიტომ რომ ესენ ჩვენთან ერთად ათევენ ღამეს ეს პოლიციერები და ყოველ დილით თუ ხედავთ და ვესალმებით და რა ვიცი, გამარჯვებას ვეუბნები და ყავას თავაზე ვკიდე. და შესაბამისად არანაირი კონფლიქტი ჩვენ ამასთან არ ქონია. უბრალოდ აი ის რომ პუფი ვერ შემოვიტანეთ ამ პარკში, ეს იყო მთელი კვირის განმავლობაში, ეს იყო მშობლების სტრესი და ფიზიკური სტრესიც იყო სხვას თავი დავანებე, იმიტომ რომ მისაღებელი ადგილი ვერ ნახე საფრთხეში. Antonio Koch. თქვენ უყურებთ გაზეთის ლაივს. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ რომ და შემიძლია აუცილებლად წამალი უბრალოდ ეს იყო რაღაც როგორ შეკროთ რატომ მოხდა ეს მარშრუტი შემოტანა ტერიტორიაზე რომ წინა შემთხვევაში განსხვავებით ახლა საკმაოდ მარტივად მოხდა ტერიტორიაზე შემოტანა თუ ამან დაიწყეს მე ვფიქრობ რომ დაიწყეს აი ეს რომ და კიდევ რომ მომავალში ძალიან პრობლემებზე დაიწყება. აი, ომად მაინც ეს და ბავშვები ბავშვების ინტერესი არის ცოტა აქეთ გამოიწიეთ ოღონდ ჩართული ხართ ორგანიზაციის კომიტეტში თქვენ უყურებთ ნეტგაზეთის ლაივს. ახლა სახალხო დამცველის საბჭოს წევრებმა შემოიტანეს ორი პუფი დიუშენის დისტროფიით, კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან. აქ გარეთ მათი ელოდოთ ძალიან ბევრი პოლიციელი, ძალიან დიდი მობილიზება იყო, მაგრამ მათ მაინც შეძლეს და შემოიტანეს პუფები. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე კანცელარიასთან კვირაზე მეტი ხანია ათევენ ღამეს და მათ აქვთ უწყვეტი პროტესტი. მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო ნეტგაზეთის ლაივი და იკავშირდებით მოვლენების განვითარებასთან ერთად.